მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვყურებს ტელეკომპანია პალიტრი ნიუსის ეთერით. მეგობარი აქტი უკვე სენატს გადაეცა, წარმომადგენელთა პალატის დამტკიცების შემდეგ ოფიციალურად გადაეცა უკვე სენატს, კერძოდ 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტის დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას სენატს გადაეცა კანონპროექტის სენატის ოფიციალური კალენდრის ზოგადი საკითხების სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას, დაახლოებით ასეთ სათაურით არის. სოფლის სენატის კალენდარში ასევე ასახულია სენატორი ჯინშახინისა და სხვების მიერ წარდგენილი საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის და სხვა მიზნების კანონპროექტი, ასევე ცნობილი როგორც მეგობარი აქტი, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 აპრილს დაუჭირა ხარი. ნახო, როგორც იცით, ეს შემდეგი ეტაპია კანონპროექტი, ეს რომ სენატმაც განიხილოს და დაამტკიცოს, შეგვიძლია დარჩება ტრამპის ხელმოწერა. ქართული ოცნება აგრძელებს გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს აირჩიეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ, იცით, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, ასეთი განცხადება გააკეთა. მეგობარი აქტის სინამდვილეში მტრული აქტია. ჯო უილსონი თავდაპირველად deep state-ია. ბრძოლა ტრამპსა და deep state შორის გრძელდება და მომენტში deep state-მა ტრამპის ადმინისტრაციას ძლიერო განაცხადა ბატონმა კობახიძემ. მამუკამ დინარაძემ თქვა, იმდენად ნაჭოროები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. თუ deep state-ს დამარცხების ნიშანწყალი 20 მაისს გაჩნდა, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობრულ აქტს სინამდვილეში მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდესო და კახა კალაძე სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ. დღეს deep state-ი დამარცხებული არ არის, არც ომი არის დასრულებული ვაკვირდებით და პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკივრთო განაცხადა. მოკლედ, მეგობართ, მტრული აქტი ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს. ბატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, ნინო კალანდაძე, წავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მთავარ კითხვა დავსვიხო, მეგობარი, თუ მტრული აქტი. ქართული ოცნება ამბობს, რომ თავის ამორჩევებს ეუბნება პრინციპში, რომ ეს არის რეალურად რაღაც deep state-ისგან თავდასხმა საქართველოზე. არა რაღაც მათ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ და მტრული განწყობის გამოვლენა, ასე თქვა, ჩარევა შიდა საქმეებში, სუვერენიტეტის შელახვა და ასე შემდეგ. თუ იცით ეს სხვა. სამები თქვენს მსმენელს. იშვიათად ვეთანხმები ხოლმე კობახიძეს, მაგრამ ეს შემთხვევა, როდესაც უნდა დავეთანხმო, კი, ეს არის მტრული აქტი. ბიზინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ის არის მტრული აქტი საქართველოში დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ, ეს არის მეგობარი აქტი ქართველი ხალხის დასახმარებლად და მეგობარი აქტი, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობა უნდა მიცეს. ეს აქტი, ამ აქტის საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, ვინაიდან საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატები მრავალ წელს ითვლიან სტრატეგიული ურთიერთობის და მეგობრული ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა დადგა კითხვის ქვეშ და დააყენა კითხვის ქვეშ არაქართულმა ხალხმა, არამედ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ჩაანაცვლოს ავტოკრატიული მმართველობით და ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობები უნდა ჩაანაცვლოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით, ირანთან ვიზიტებით და ამერიკის შეერთებული შტატების მტრებთან ურთიერთობით და რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით მაშინ, როდესაც რუსეთი ამერიკული სანქციების ქვეშ არის, დადგა ამ აქტის მიღების საჭიროება და ეს აქტი მიღებული იქნა სწორედ იმ სულისკვეთებით და იმ ერთობით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონგრესში, სადაც ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა ამ აქტმა, სწორედ იმიტომ, რომ ორპარტიული მხარდაჭერის საკითხია რეგიონში მიმდინარე საკითხები, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებები და იმ პირების მომავალი პოლიტიკური თუ ფინანსური ბედი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიზაციას ხელს უშლიან და საქართველოში ძალიან უხეშად ერევიან ადამიანის უფლებებს, უხეშად ხელყოფენ და რაც მთავარია, საქართველოს იყენებენ როგორც ტერიტორიას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ, მათ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სასარგებლოდ. ბატა, თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება ეს განვიხილოთ რაღაც ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევა? მას მერე რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა, მოიპოვა, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი ევროპელი მეგობრები ერეოდნენ ხოლმე საქართველოს საქმეებში, ჭყალებში
ერეოდნენ იმ გზით, რომ აი პური რო არ ცხებოდა, ხორბალს პური რო არ ქონდა ქვეყანას, გასაგები მიზეზების გამო, შიმშილით რო არ დამწყდარიყო პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რა ვიცი, ხორბალს გვიგზავნიდნენ. სხვა შორის მე რო არ გავაგზავნო ამ თემაზე საუბარი, ერთ უცბად მაგალითს მოვიტან, ამოდენიმე თვით ადრე, ამ შეიძლება ერთ წელიც არის გასული, ეხლა აი სპონტანურად გამახსენდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში გახდით, იაპონიის დამოუკიდებლობის დღე იყო, ღონისძიება, არ ვიცი, იაპონიის ელჩმა და თეა წულუკიანმა გახსნა. თეა წულუკიანი ყვებოდა, ჩემი და გასაოცრად, არ ველოდებოდი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე პატარა ბავშვი ვიყავი, მახსოვს, რომ ინსულინები შემოიტანაო, აი ესე ჩაერია მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში და საქმეებში და მრავალი ადამიანის სიცოცხლე ხდება, აი არასოდეს არ დამოვიწყებაო და უდიდესი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატებმა. მე რაღაც ტრანსფორმაციები ხდება ამ ადამიანების ტვინებში. ევროდის ხდებოდა. თარიღს ვერ გავიხსენებ, ფაქტს კიდე სწორედ ეს ხდება. და შეიძლება ჩარევას და უფრო სერიოზულად რო ვთქვა და მათ შორის ამ კანონმდებლობაზე, ხო? ეს არის მეგობრული აქტი, უბრალოდ მეგობრული აქტი სწორად და ხატოვნად ქვია. ეს არის ქართველი ხალხის ხარდაჭერის აქტი და ქართველი ხალხის ინტერესების და მათი სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგეთა ნაბიჯების ერთობა რო იყოს, აქ გეტყოდა რომ ვინ გადაწყვიტა რომ რა არის ქართული ხალხის ინტერესი, არ მოდიან სამწუხაროდ. ვინ გადაწყვიტა ქართული ხალხის ინტერესი რა არის? ხო, აგა მილიონი რაღაცა ხმა ავიღეთ და იმათ ისინი არ არიან ქართული ხალხიო? ხო არიან საქართველოს ხალხი, ვინც ისე ფიქრობს, როგორც თვითონ ოცნება. საქართველოს ხარდამჭერი ყავს და შესაბამისად მათი ინტერესი კი, რაც ორ ნაწილად გავყოთ, ვთქვათ, საქართველოს ინტერესი გადაწყვიტა ბევრმა რამე ქართულმა ხალხმა, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია მისმა ერთ-ერთია მაგალითად არაერთადერთი, ხო, იქ თავისუფლებებზეა, დემოკრატიაზეა ლაპარაკი, მთავარი ესაა, მაგრამ ასევე ლაპარაკია, რომ საქართველოს ხალხს უნდა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ხო, ვისაც უფრო ეს ხელეწიფება, ხო? აი ამან გადაწყვიტა და ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი სამწუხაროდ უკვე კარგახანია, კერძოდ გაგახსენებთ, მათ არ უნდა და არც ევროკავშირში, შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსის მიღება, დღეს აღარ უნდათ უკვე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და მაგალითად ევროკავშირში ინტეგრაცია არ უნდათ, რატომ ამაზე ვილაპარაკოთ, მათ არ უნდათ რომ საქართველოში იყოს თავისუფლება, მათ არ უნდათ რომ საქართველოში იყოს დემოკრატია და ასე შემდეგ სამწუხაროდ ეს ზია ცუდი ამბებისა არის გრძელი და ამას უპირისპირდება საქართველოს დროებით აწუყვე ყოფილი სტრატეგიული მოკავშირე, იმიტომ რომ სტრატეგიული მოკავშირეობაც ამერიკის შეერთებულ შტატებმა გააუქმა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად რა ხდება? ქართულ ოცნებას უნდა საქართველო დატოვოს იზოლაციაში, ამით ის ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რატო? იმიტომ რომ ის იზოლაციაში გტოვებს. ხო, ის პირიქით ამბობს, ეხა ყველაზე მყარი გვაქვს სუვერენიტეტი. ეს პროპაგანდის მეთოდია. ხო, რაღაცად შავზე თეთრი ლაპარაკო, თეთრზე შავი ლაპარაკო, ეს მათი მოგონილი არ არის, თუმცა ხო, რაღაცა კრედიტი ეკუთვნით მათ, იმიტომ რომ პროპაგანდა პოლიტიკის იარაღად აქციეს, საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ საბოლოოდ არ ამგონია და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება საბოლოოდ მიაღწიოს, როგორც გამაძლევს ამისთვის საშუალებას, როგორც ქვეყნის შიგნით ქართული ეროვნული ქსოვილის ადამიანების დიახ, სიმტკიცე მიუხედავად აი ამ მრავალწლიანი ჯანჯღარისა, პროპაგანდისა, ხო, საქართველოს ეროვნული ქსოვილი მაინც ერთიანია და მეორე კიდე ისეთი მეგობრობის ქმედითი ნაბიჯები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ევროკავშირი და მისი უდიდესი უმრავლესობა ინდივიდუალური წევრებისა და რაც შეეხება თქვენ რომ რაღაცეები ჩამოთვალეთ, მე რა ვწეხან, ეს არის მეტი არაფერი თუ არა შეთქმულების თეორიებით, ხო? რეალური პრობლემების, რა ვიცი, გადაფარვა, მეგობრების მტრად შესაღება ქვეყნის მოსახლეობის, ცდელობა რომ ესე გააკეთოს და ასე შემდეგ. რიტორიკა, ხო, ზუსტად იგივე აქვს ქართულ ოცნებასა, როგორც საწინააღმდეგო დღეს მაგალითად კობახიძემ, ხო, აქ ხშირად არის ოპოზიცია აქტივისტები ახსენებენ ორუელის 94-ს და ესეც დგანან და იგივეს ამბობენ. დღეს კობახიძემაც ახსენა ორუელი, იმიტომ რომ ტრობას მეგობრობად გვასაღებენ. ტრობა მეგობრობაა მათთვის, ხო, როგორც ომის შვიდობებს და ასე შემდეგ. მე არა ვარ დიდი ექსპერტი რელიგიური საქმეების, მაგრამ ანუ ისიც ასე უყურებენ, რომ ვიბრუნებენ ყველაფერს. ხო, დაასრულეთ. ბოდიში რო ჩაგებდოისა უცბად ხო, ეგრეა რა, ეხლა რო ავიღოთ მაგალითად, აი 10 მცირება და ბიბლია, არა ვარ ეხლა სპეციალისტი, ისე მომაქვს მაგალითად, ხო, ვიღაცა ავაზაკმა, ეს შეიძლება სათავისოდ განმარტოს. ამაში ახალი არაფერია, სიმართლე ერთია.
სიმართლე არის ქართული ხალხი. რა უნდა ქართულ ხალხს რაც წერია კონსტიტუციაში, ხო? ამის საწინააღმდეგოდ იდგმება ნაბიჯები და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები მეგობარი აქტად წოდებული კანონმდებლობით ცდილობს რომ ეს გამოასწოროს. ხო, რა წერია ახლა იქ დეტალურად ვერ გამიხილავ, დრო არ გვეყოფა, ხო? ერთი მხრივ წერია რომ ვინც თავისუფლებას, დემოკრატიას საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ რაღაცებს თქვენი სურვილია რომ ებრძვითო, იმას ვებრძვით ჩვენ და მეორე მხრივ წერია თუ კი ეს შეწყდებაო. ესე იგი, ეკონომიკაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ ვიცი, ხა პირობითად ვარ, გაათმაგდება, გაასმაგდება, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თუმცა ეგ რაღაც უბიზოდა რაღაცები ამოიღეს, ადრე უფრო მეტი ბენეფიტი ეწერა, ხო, პირველ ვარიანტში. გარანტიას გაძლევთ და მე ამოიღეს. ქვეყანაში როგორც კი შეიცვლება სიტუაცია, იმედი გვაქვს რომ ეს იქნება უფრო მალე ვიდრე გვიან, კიდევ უფრო მეტი მოყვება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს, ვიდრე ეს ჯერ კიდე რომელიმე საკანონმდებლო აქტი წერია, მაგრამ არსი ამ საკანონმდებლო აქტებისა გახლავთ ის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავისი ბუნებრივი განვითარების გზას, რაც დადასტურებულია. კიდევ ერთი რაც წერია არის, რომ აი ჩინეთის და ირანის გავლენები და ასე შემდეგ, ხო? ქართულ მოცემად თითქოს რაღაც დემონსტრაციულად დაიწყო თავის დროზე, ხო? ჩინეთთან ეს სტრატეგიული ხელშეკრულება გააფორმა, იქ ირანთან, აი ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ეს დაბალანსება უნდა თუ რა, მაგრამ ფაქტია რომ ამით საკუთარ თავს უგაცილებით ცუდი საქმე გაუკეთა, იმიტომ რომ ზემოთებითი არგუმენტი მიცა იგივე ტრამპისტებს, რომლებითაც შეიძლება რუსეთი არ იყოს ისეთი გამაღიზიანებელი, როგორც ჩინეთი და ირანის ფაქტორი არის. ხო, და ეს რამდენად არის აქ ახალ გადამწყვეტი და ძალიან სწორი დაკვირვებაა მე და მე მგონი ძალიან კეთილშობილური შეფასებაა, რომ შემთხვევით საკუთარ ინტერესების სასარგებლოდ გამოვიდეს. სინამდვილეში მიზანიც ეს იყო ამ ურთიერთობების დაძაბვა, დასავლეთისგან საქართველოს ჩამოშორება და სწორედ იმ ფორმატის შექმნა, რომელიც მათ შექმნეს. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ისე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ურთიერთობები არ გადახედილა, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან აღარ უნდათ ურთიერთობები. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაჩქარებული წესით, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად კიდევ უფრო სწრაფად მიიღოთ თავიანთ სტრუქტურებში და ასოცირების პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წაწეულიყო წინ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნორმალურ პირობებში საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას გაცილებით მეტი დრო დასჭირვებოდა აი ამ ინტეგრაციის პროცესის გასავლელად და ყველა იმ პირობის დასაკმაყოფილებად, რომელსაც თეორიულად ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან ითხოვს. მათ თვალი დახუჭეს სწორედ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ რეგიონს შეექმნა, მათ თქვეს, რომ მოდით ჩვენ ახლა ამ ქვეყნებს მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო სწრაფად შეიქმნან უსაფრთხო გარემო და მტრისგან უფრო უკეთ დაიცვან თავი. ურთიერთობები უარესობისკენ წაიყვანა ქართულმა ოცნებამ ძალიან მიზანმიმართულად და ამ მიზანმიმართული ქმედების ძალიან ნათელი გამოვლენა იყო, მათ შორის ის რიტორიკა, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა, გაამწვავა, თუ აქამდე არ ვიცი თავიანთ რაღაც სატელიტ პრორუსულ პარტიებს ასაუბრებდნენ იმ თემაზე, რომელზეც თვითონ თავს იკავებდნენ და რაღაცნაირად ორ პოლიტიკურ თუ ორ რატო წავიდა ასეთ გამწვავებაზე? წავიდა გამწვავებაზე, იმიტომ რომ მათ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში დიქტატურის დამყარება, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ძალაუფლების შენარჩუნება ყველა გზით. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის საქართველოში არ იყოს დემოკრატია. დემოკრატიულ პირობებში ვერც ერთი ხელისუფლება უსასრულოდ ვერ შეძლებს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას და მით უმეტეს ვერ შეინარჩუნებს ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კორუფციულ მექანიზმს ქმნის იმისთვის, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოხდეს და საკუთარი ძალაუფლება უსასრულოდ შეინარჩუნოს და არ გვიოს ადამიანის უფლებები, გააუქმოს არჩევნები, ქუჩაში მოკლას ხალხი, დაარბიოს ახალგაზრდები ისე, რომ პასუხი არავის მოთხოვოს, ვიღაცებს შეუვარდნენ საღებავი გადაასხან თავზე ისე, რომ ამაზე არავინ პასუხი აგოს. ეს ვერ მოხერხდება, თუ ოდნავ მაინც დემოკრატიული ჩარჩო არსებობს ქვეყანაში. ძალაუფლების ხელოვნურად შენარჩუნება ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ მოხდება დემოკრატიული გზით. ავტორიტარიზმი ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენის გზა არის, ივანიშვილის რეჟიმის და მისი ძალაუფლების შენარჩუნების გზა არის. ეს იმთავითვე გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობას დასავლურ სახელმწიფოებთან. ამის შესაბამისი ნიადაგი შესაძლოა მხოლოდ არსებობდეს შესაბამის ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის ბელორუსი, როგორიც არის ირანი, როგორიც არის აზერბაიჯანი და როგორც შესაძლოა კიდევ რამდენიმე ქვეყანა სამეზობლოში და მის მიღმა. ანუ მათი სტრატეგიული განაცხადია, რომ ჩვენ საქართველოში
ჭირდება ავტორიტარული მმართველობა და ავტორიტარულ მმართველებს ჭირდებათ ავტორიტარი მოკავშირეები და არადემოკრატიული სახელმწიფოები, როგორც ეს საქართველოს ამოცანა აქამდე იყო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და დღესაც სახალხო ამოცანას ეს წარმოადგენს. ამავდროულად და ნუ დაგვავიწყდება რომ რაღაცებს თვითონაც გამოავლენენ ხოლმე და ხანდახან გააჟღერებენ ხოლმე. დავით ულიანმა თავის რაღაც ცნობილ ინტერვიუში არ ვიცი ეს წამოწდენა იყო თუ გამიზნული თუ ყურმოკრული არა და მათი ბექა დავით ულიანმა რომელმაც დეპუტატი იყო ხა არის თუ არა რომ აი ამ შუადერეფნის მოთამაშეების და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადალაგების პროცესშიო საქართველოს როგორც დემოკრატია რეგიონში სუსტ რგოლს წარმოადგენს, ანუ ჩვენ აქ გვჭირდება ავტორიტარული იმისთვის, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა ამ ტერიტორიაზე შეძლონ სრულყოფილად ფუნქციონირება, ვაჭრობა და ენერგორესურსების შესაბამისი გაცვლა, მათთვის დემოკრატიული საქართველოს სუსტი რგოლიაო, რაც სრულიად ლოგიკური ახსნა ეს ალბათ სადღაც გაიგონა, უბრალოდ ალბათ არ იცოდეს არ უნდა ეთქვა. მაგრამ ანუ მათ ძალიან ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვა აქვთ საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ სურათში სად უნდა მოაქციონ და დღეს ბრძოლა საბოლოო ჯამში გარედან და ზედაპირულად რო შევხედოთ და არა ვთქვათ ქართული სახალხო ინტერესიდან ბრძოლა მიდის რა ტიპის მმართველობა გაიმარჯვებს საქართველოში იქნება ეს ავტორიტარიზმი და ავტორიტარული კოალიციები თუ იქნება ეს დემოკრატია და სხვადასხვა ახსნა არსებობს ოცნების აქცილის ერთი ეს რასაც თქვენ ამბობთ რომ მათი მთავარი მიზანი არის აქ სამუდამო ხელისუფლებაში დარჩენა და შესაბამისად ამ დიქტატურის დამყარება და სხვანაირად ვერ გამოდის მაგრამ მეორე ახსნა არის რომ აი რაღაცა რუსეთიდან იმართებიან რუსეთის დავალებებს ასრულებენ და რუსეთის უკანაიზოდ აქციონ საქართველოს და არ გამორიცხავს ერთი ხაზია. არა, ერთი თავისი გადაწყვეტილება რომ მოდი მე ხა დიქტატურისთვის მჭირდება რომ ასე მოვიქცე, ხო და მეორეა რომ რუსეთიდან დავალებებს იძლევ და რუსეთიდან დავალებებსაც იღებენ, ინსტრუქციებსაც იღებენ და მმართველობის ფორმებსაც და პრინციპში ყველაფერი რასაც აკეთებენ, უკვე გავლილია რუსეთში და ძალიან კონკრეტული სქემით მიდიან. მოდელი შეიძლება გადმოიღოს. რომელიც მაგრამ მოქმედების სქემებსაც იქიდან იღებენ. მაგრამ აქ ამოცანა სწორედ ეს არის. რუსეთს ჭირდება საქართველოში რეჟიმი, რომელიც იქნება ძალაუფლებაში და მის ინტერესებს გაატარებს, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც საქართველოში ინტერესი აქვს, იქნება ეს ჩინეთი თუ იქნება ეს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები, საქართველოში პრინციპული სტრატეგიული ინტერესი აქვს კონკრეტულად რუსეთს დერეფნის მიმართაც, შავი ზღვის მიმართაც და საქართველოს თბილისის კონკრეტულად თბილისის კონტროლის მიმართაც, იმიტომ რომ რუსეთი თუ თბილისში ინარჩუნებს ძალაუფლებას, შესაბამისად ავრცელებს მის გავლენის სფეროს აზერბაიჯანზე თავისთავად და მათ შორის სომხეთზეც. კი ბატონო. ხო, ეს დავამატებდი. მოკლედ ივანიშვილს რომ ავტოკრატია და დიქტატურა სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს ხაზზე ცხადია. ოღონდ ეს იმისთვის არ სჭირდება რომ მე მოქალაქეებისთვის რაღაც სიკეთეები, მოქალაქეებამდე სიკეთეები მიიტანოს, სოციალური კეთილდღეობა გაზარდოს და ასე შემდეგ, ხო? არ დაგვავიწყდეს რეალურად რასთან აქვს საქმე. და იქნება ეს ოცნების გადაწყვეტილებაში, რომ მან აი ასლან აბაშიძემ რო აღმართული რო ქონდა ჩოლოქსზე საკონტროლო გამშვები პუნქტი და ლამის რა ქვია ვიზებს გასცემდა, ხო? გახსოვს ხო სამწუხაროდ ეს? მე ძალიან კარგად მახსოვს. აი ანალოგიურად ოცნება ზოგადად მახსოვს ბათუმელი ვარ იქ ცხოვრობ. მით უმეტეს. და დღეს რას აკეთებს ქართული ოცნება? დიახ, მათი გადაწყვეტილებაა, რომ ევროპასთან და ევროკავშირთან, აი როგორც ჩოლოქსზე აბაშიძეს ქონდა საკონტროლო გამშვები პუნქტი, ესეთი საკონტროლო გამშვები პუნქტები გახსნას და თავისუფალი გადაადგილება ის რაც ამდენი ხანია გვაქვს, აღკვეთოს. მაგრამ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ აი გავიხსენოთ ერთ წუთი რა, ის სიკეთეები რაც მოაქვს თავისუფალ გადაადგილებას, ხო? ხო მარტივი ეხლა ბათუმელი ხარ და დაждები თბილისში თუ ქუთაისიდან და ჩახვალ ბათუმში და წარმოიდგინე ეხლა ის. ეხლა ევროპასთან ავიღოთ. დაგვავიწყდა რამდენი ადამიანია ემიგრაციაში წასული, როგორ იყო, ხო? და არის კიდეც ოჯახები გაყოფილები, არა ასე ვთქვათ, სულიერად უგნებავთ, არამედ ფიზიკურად გაყოფილია, ხო, ოჯახები. უიზო და მიმოსვლა მოიტანა ის, რომ ეს ოჯახები გაერთიანდნენ, ხო? რავი, სამედიცინო სფერო ავიღოთ. რა მოხდაო რიგში ჩავდგებითო? ბოდიში, როდესაც საუბრობენ ზოგიერთი, არ ვიცი, ეხლა რაღაცა სიტყვები არ მინდა ვიხმარო. ოცნების წარმომადგენელი არა უშავს რიგში ჩავდგებითო. შედი სადაც ვიზების რიგში. ვიზების რიგში. სადაც გინდა იქ ჩადაგდე, მაგრამ იმ ადამიანმა რა ქნას, ვისაც სიტყვაზე გადაუდებელი სამედიცინო ოპერაცია და ჩარევა სჭირდება. რა ვიცი, რიგში ჩავაყენოთ? ხო, რაღაც
უკიდეგანო მავნებლობასთან გვაქვს საქმე. ეს ხო მათი გადაწყვეტილებაა. მათი გადაწყვეტილებაა, რომ მაგალითად უვიზო რას გვაძლევს ხო ევროკავშირი. მოდი ერთხელ გავიხსენოთ, თუმცა თუ გამიჩერებენ ევროპას დააბრალებენ ალბათ. ეს ყველა ჩვენ ვარი არ გვითხოვს. ეგ გასაგებია ხო? ეგ ხო ვერავით არ კრიტიკას ვერ უძო. ჩვენ ვისაუბროთ სიმართლე. ვის დააბრალებენ ეს გასაგებია. რა ვიცი ახლა ევროკავშირის 1000 სისულელეს აბრალებენ, მაგრამ რა ვიცი ახლა ხელფასი მე მგონი ევროკავშირში მეტია ყველაზე შედარებით ნაკლებად განვითარებული ევროკავშირის ქვეყანაში ვიდრე საქართველოში. სოციალური შემწეობა იქ მეტია. მშვიდობაც ყველაზე მეტია. და რა თქმა უნდა, რაც შეეხება მშვიდობას, ხო, ახლა ევროკავშირში მე მგონი რა ვიცი ფაქტი ესეთია, გარანტირებულია მშვიდობა. მოდი მე რა ჩვენ ბერჯელ გვილაპარაკია ამ თემაზე და ახლა დრო არ გვეყოფა, მაგრამ ევროკავშირში არის კვიპროსიც, ესეთი სახელმწიფო მისი წევრია, ხო? სად უფრო მეტი შანსი აქვს კვიპროსს და სხვა შორის ძალიან ახლოს იყო ხოლმე კვიპროსის გაერთიანების საკითხი, ხო? მოგეხსენება ჩრდილოეთ კვიპროსი იგივე დღეშია, როგორც ჩვენთან აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხო? და ეხლა აღარ შევალ ამ ისტორიაში და კვიპროსის გაერთიანებაზე იქ თავის დროზე იყო რაღაც მოდელი, რომელიც სწორედ ევროპულმა გაერთიანებამ ევროკავშირში ინტეგრაცია მოიტანა ეს საშუალება კვიპროსისათვის, რომ საბოლოოდ გაერთიანება შემდგარიყო და მე გარკვეული დემოკრატიული პროცესები იყო, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს არ მოხდა, მაგრამ ერთადერთი თუ კი ეს ოდესმე შეიძლება განხორციელდეს კვიპროსში და იგივე ეხება საქართველოს, ეს სწორედ ევროკავშირია. ევროკავშირს მოაქვს ერთიანობა, მშვიდობა, მაღალი პენსია, მაღალი ხელფასი, განათლება, რა ვიცი, გავაგრძელოთ რამდენი წინა ჩავდოთ. ამას ეღობება წინ ქართული ოცნების იზოლაციონალისტური მავნებლური პოლიტიკა, მეტი არაფერი. ხო, ნუ კი ბატონო, ესმის, მაგრამ ქართული ოცნების რიტორიკა, რომელიც დამყარებულია ერთი მხრივ იმაზე, რომ ჩვენ არ ვამბობთ ვარს ევროკავშირზე და არაფერზე და პირიქით, აი 2030-ში ისინი ეუბნებიან თავად გამორჩევებს და ჩვენ ვიქნებით სრულად მზად, როცა გაფართოება იქნება, ჩვენ აგერ ვართ გამზადებული. ორ წინადები და მე გავჩვდები საერთოდ. 2030-ში გავწევრიანდებით. ვიცით კაცო რომ ეს პროპაგანდა, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაცა ის ხო ჭირდება საყრდენები, რომ ცოტა ვიღაც დაგიჯეროს. ანუ თვითონ ამბობენ რომ დემოკრატიული ხელისუფლება ვართ. 2028-ში არალეგიტიმური ხელისუფლება, როგორც ეს ეუთო ოდირმა ეს დასტურა არჩევნების შედეგად, მაგრამ თეორიულად დაუშვათ, რომ დიახ ლეგიტიმური და დემოკრატიული ხელისუფლებაა, ხო და 2028 წელს მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს, არა ნაადრევი, არამედ მორიგი არჩევნები. და გარანტირებულად გვეუბნებიან 2028-შიც მე გავიმარჯვებო და 30-ში გაგაწევრიანებთ. ბიჭო, სიტყვის მასალად ხო მაინც უნდა დაუშვა, რომ შეიძლება ვერ გაიმარჯვო ხო 2028 წელს და მოვიდნენ ეს საშინელი რადიკალები ხელისუფლებაში და აღარ მოინდომან საქართველოს. მიხვდით ხო? 2030-ში გპირდება რაღაცას, ეგრეთ წოდებული ხელისუფალი. ისე რომ მას არც კი მიაჩნია მიზანშწორად, რომ ცოტა მაინც აუხსნას კიდე თავის მოქალაქეს, რომ რა ვიცი, როგორ გპირდები 2030-ში თუ აღარ ვიქნები. არჩევნებიც გითხრესო 12 წელი ვიყავით და მინიმუმ კიდე 12 წელი ვიქნებითო და მე ეს პირდაპირ ანუ ხო მათი ხა ისინი არც ნალავენ იმას რომ ამის სამუდამოდ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. ამას იმით ფუთავენ რომ დემოკრატიაზე ხوار ულაპარაკებთ, სულ გამარჯვებაზე ულაპარაკობთ, უნებრივია, მაგრამ კიდე 12 წელი ვიქნები, მე კიდე 12 წელი ვიქნები, ეს გამოდის რომ მართლა ანუ სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს ივანიშვილი. მე რა მოხდება კაცმა არ იცის და მათ თქვენ ასე უარი, ძალიან გამოხატულად, ძალიან არა მხოლოდ მათი ქმედებებით, არამედ დეკლარირებულადაც თქვენს, იმიტომ რომ იმისთვის რომ 2030-ში გაწევრიანდე, ახლა საქართველოს უკვე მოლაპარაკების ეტაპზე უნდა გადადიოდეს. კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ აღარ შევდივართ მოლაპარაკების ეტაპზე, არ გადავდივართ. ვერ იქნები მზად თუ არ გადადიხარ მოლაპარაკების ეტაპზე. კობახიძე ვერ მოიგონებს წესებს, როგორ უნდა გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში, იმიტომ რომ არ იცის და არც უნდა. ვერც ივანიშვილი ვერ მოიგონებს. მოლაპარაკების სტატუსის შემდეგ უნდა შედგეს მოლაპარაკების ეტაპი და მოლაპარაკების ეტაპის შემდეგ შესაძლოა ესა თუ ის ქვეყანა გაწევრიანდეს. ამიტომ ტყუილებსაც ლაპარაკობენ ძალიან ვრცლად და ძალიან არ ვიცი ვისთვის დამაჯერება, შემდგომი ამასობაში არავინ აღარ იჯერებს. მე მაქვს კაი შეთავაზება, აი კანადას არ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწევრიანება, ნახეთ ეს ამასინო და შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გავწერიანდეთ 28 წლამდე. დივანიშვილს კანადის მაგივრად. და მე იქიდან რა ვიცი, საოცარ აბსურდთან აქვს საქმე, სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი სატირალი და ტრაგიკული რო არ იყოს, იმიტომ რომ ამ ყველაფერ ამ ტრაგიკომედიას მოაქვს რიგითი მათ შორის ჩვენთვის დროებით, მაგრამ მაინც უბედურება, ხო?
თორე სხვა მხრივ მართლა სასაცილო იქნება რა. რეკლამის შემდეგ აუცილებლად მინდა ამაზე ვისაუბრო, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, ანუ რა შეიძლება შეცვალოს მეგობარი აქტის საბოლოო მიღებამ და ამ პროტესტის პერსპექტივას აქ უკვე ქვეყნის შიგნით როგორ ხედავთ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, დაგვრჩათ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. მართლა სპეციალურად გეუბნები. შევედით ეთერში, მოვაბრუნდით ეთერში, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩემს სტუმრებს პატაკ აფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, ნინო კამანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. ვსაუბრობთ მეგობარი აქტის შესახებ, რომელიც გუშინ მიიღო და აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ ჯობისმობა გამოაქვეყნა სია, დასასაქციელებ პირებთან სია, რომელიც ასე ვთქვათ, გამთხილება უწოდა და ანუ ამ სანქციებთან დაკავშირებით დღეს იგივე რიტორიკა მოვისმენთ ხელისუფლებასთან, რომ ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ საბრძოლო სიყვარულით, თუ ქვეყანას დაჭირდა სანქციებას ავიტან ასე შემდეგ. ეხლა მინდა კითხოს ამ მეგობარი აქტის და ამ სანქციების თუ ესე შევიდა ძალაში, რა გავლენა ექნება ამ შიგნით მიმდინარე პროცესებზე თუ კოცები როგორც ამბობენ, ჩვენ არაფერს არ გვეშინია. ასეთი მათერიდორიკა. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვინც საღათ აზროვნებს ქვეყანაში, უხარია, რომ ეს მეგობარი აქტი ძალიან კონკრეტულად და წერტილოვნად შეეხო პრობლემას, ან არა განზოგადებულად, არა ვთქვათ სახალხო ინტერესს, არამედ იმ პირებს, ვინც უშუალოდ დამნაშავეა იმაში, რომ საქართველოს იმ დღეში აღმოჩნდა, რომელშიც ის დღეს იმყოფება და ცხადია, გვამხნევებს კიდევ დამატებით ის, რომ როგორც თქვი, ამ საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, გვამხნევებს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაზე სხვა იმედებს ამყარებდა ივანიშვილი და სხვანაირად მასაღებდნენ ამ საკითხს. თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად უცნაური იქნება თუ სენატმაც მიიღო და მისი მთელი გუნდის საერთო მხარდაჭერა აქვს, მაშინ რა ლოგიკა იქნება, რომ არ მიემხროს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი ხომ ამავდროულად პირველ რიგში პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ვაშინგტონის პოლიტიკას განსაზღვრავს რეგიონის მიმართ და ამ პოლიტიკურ ნებას ამ დოკუმენტით აფიქსირებს. ამიტომ ეს არის პოლიტიკური გაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკოსებმა კენჭი უყარეს და ნუ უცნაური იქნება, რომ თქვა აღმასრულებელ დონეზე ამას წინააღმდეგობა შეხვდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ მე არ მეყვარს რაღაც თეორიულ ილუზიებში ყოფნა და არც მსმენელისთვის ტყუილების მიწოდება. ჩვენ იმ ილუზიაში არ უნდა ვიყოთ, რომ ხვალდაზე რაღაც გარდამტეხი ცვლილება მოხდება, რომელსაც აუცილებლად მოსახლეობა შეიგრძნობს. იმიტომ რომ ივანიშვილი ამ სანქციებისთვის დიდი ხანია ემზადება. ეს არის მისთვის ჩამონათვალში ივანიშვილი არც უშუალო გუნდის. ამ კონკრეტულ ჩამონათვალში არ არის, მაგრამ სხვა ჩამონათვალში იყო. ამიტომ ეს მეგობარი აქტი უშუალოდ ეხება იმათ, ვინც ქმნის და აძლიერებს სისტემას, ანუ ვინც ამ სისტემას ამყარებს, რომლის სათავეშიც არის ივანიშვილი. ფუნდამენტი მოირყა, შესაბამისად მარტო ერთი კაცი გადაწყვეტილებებს, ანუ მარტო ერთი კაცი ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას და აღსრულებას შესაბამისად. მაგრამ იმას ვამბობ, რომ უშუალოდ ეს გუნდი და მათ შორის იქ ძირითადი სახელები ვინც არიან, ესენი არიან უკიდურესად კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას მათ შორის ცდილობენ არამხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მეფის მიმართ რაღაც ლოიალობას ამტკიცებენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ კეთილდღეობას იცავენ და საკუთარ ძალაუფლებას იცავენ და იმ დიდ უკანონოდ მოპოვებულ სიმდიდრეს იცავენ, რომელიც ამ წლების მანძილზე მოიხვეჭეს. ამიტომ იმას ვამბობ, რომ რასაკვირველია უმეტესობა მათგანი რაღაც ფორმით ამ სანქციებისთვის უკვე მზად არის. მიუხედავად ამისა, რატომ არის მნიშვნელოვანი და რატომ ექნება სანქციებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა არის ის, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ 10 და 15 კაცზე ვერ დავა საქართველოს ბედი, ხო? მხოლოდ ეს რაღაც არ ვიცი რამდენი არიან 15 თუ 20 რამდენი ადამიანიც არის. ხო, ის რომ ისინი რაღაცნაირად სადღაც ემირატებში და სადღაც გადაიტანენ თავის ანგარიშებს, რომელიც ფინანსურ მიმოქცევაში ვერ ჩაერთვება, მათი ფინანსური მიმოქცევის გამტარი ფინანსური ინსტიტუტები აუცილებლად შესაბამისად დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებზეც დგას ფინანსური სისტემა საქართველოში, ახლა ჩვენ ხوارა ვართ იმ ხელ რაღაც დიდი მსხვილი ეკონომიკა, სადაც დივერსიფიცირებული საბანკო ქსელია და ასე შემდეგ. ჩვენ კონკრეტულად ორი მყარი ბანკი გვაქვს, რომელიც არის ლონდონის ბირჟაზე და მათ ერთი ფუნდამენტი, ერთი რგოლი რო შეერყათ, ას მთლიანად შეარყევს საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამიტომ რასაკვირველია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მექანიზმმა უნდა გამოიღოს შედეგი ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო.
ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ირანი, როგორც არის თუნდაც ბელორუსი, იქ სადაც მეტნაკლებად თვითკმარი ეკონომიკა არსებობს, ხო, ხა ამას წინათ ლუკაშენკოს რაღაც ინტერვიუ იყო პრესკონფერენცია, სადაც მან თავის მოსახლეობას უთქვა, რომ ეხლა ნუ შეჭამთო ავოკადოსო, კარტოფილი ჭამეთო, იმიტომ რომ იმათ თავის კარტოფილი აქვს და ჩვენი არაფერი არ აქვს. ჩვენ არა ვართ არც ერთი განზომილების თვითკმარი ეკონომიკა, რომელსაც შეუძლია თავისი ინდუსტრიების შენარჩუნება იზოლაციური ეკონომიკის პირდაპირ. ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკურ შეგრძნებებზე აისახება. ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დროებით დაფიქსირდა, იმიტომ რომ რუსებს მიცეს სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა და იმიტომ რომ ეს არის ის მათ შორის მონაცემები, რომელიც დაფიქსირდა, იმიტომ რომ ივანიშვილმა დიდი რაოდენობით დოლარი შემოიტანა საქართველოში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არც ერთ შემთხვევაში არ აისახება, მაგრამ ინდუსტრიულ სფეროებს ძალიან მკვეთრი ვარდნა აქვს რიგი მიზეზების გამო და ეს კიდევ უფრო გამწვავდება საქართველოს თუ დასავლური იზოლაციის პირობებში ექცევა და აღმოსავლური ბაზრებით ჩანაცვლებაზე ამაზე ჩვენ გვისაუბრია, აღმოსავლური ბაზრები ასე პირდაპირ და უშუალოდ დასავლურ ბაზრებს ძალიან მარტივი მიზეზით ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ იმ ჩინეთსაც საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს, იმიტომ რომ ეს არის საკვანძო ტერიტორია, რომელიც მას აკავშირებს დასავლურ ბაზართან. სხვანაირად საქართველოს მიმართ, მას არა, ამხელა საქართველოს მიმართ ჩინეთს განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს. ამიტომ ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი მოსახლეობას უყვებიან, რომ აღმოსავლური ინვესტიციები შეძლებენ საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნებას. ამიტომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სანქციებმა ფუნდამენტი უნდა მოარყიოს იმ ეგრეთ წოდებული enablerებს, რასაც ეძახიან, რომელიც ავტორიტარულ სისტემას შესაძლებლობას აძლევს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს ვერტიკალი. ამ მიზანს ემსახურება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეგობარი აქტი ეხება არა მხოლოდ სანქციებს, არამედ განსაზღვრავს ზოგადად ხელახლა განსაზღვრავს, ხელახლა დეფინირებას მოახდენს ჩარჩო ურთიერთობის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოსის, სადაც თუ ეს მეგობარი აქტი მიღებულ იქნა, იგულისხმება, რომ რეჟიმი, რომელიც ახლა ძალაუფლებაში ის ვერ მოიპოვებს ვაშინგტონის ლეგიტიმაციას, რაც სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. კი, თქვენ რა პრაქტიკული ეფექტი შეიძლება გქონდეს ამას ყველაფერს? ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს თავარი სიმართლე. ეს არ არის საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ეს არის სანქციები, როცა დაწესდება მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს წინააღმდეგა. ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს არ არის ეკონომიკური საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური დაწესდება მე ეკონომიკური სანქციები, არამედ კვლავ ვიმეორებ, იმ ინდივიდების, ადამიანების წინააღმდეგ იქნება ეს სანქციები, ვინც საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოწინააღმდეგეა. სტაბილური განვითარების მომხრედ შეეხება ეკონომიკურს და დიახ ეკონომიკურს და მართლა არსებობს, არავინ არ უარყოფს, რასაკვირველია ეს ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დოლარი ხო ბუნებრივია ვერ მიდის მოქალაქეებამდე ისე როგორც ეს უნდა ხდებოდეს, მაგრამ საქმე იმაში კი არა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვინმე მეაყენებს ეკონომიკური ზრდა არის თუ არაო, ხო? ჩვენ გვინდა რომ ზრდა შეუქცევადი იყოს, სტაბილური განვითარება იყოს. სტაბილურ განვითარებაზეა ლაპარაკი და სტაბილური განვითარება მოაქვს მშვიდობას, რომელიც არის მხოლოდ ევროკავშირში და არა იმ იზოლაციაში და ჭაობში, რომლისკენაც სამწუხაროდ ჩვენი ნების საწინააღმდეგო ჯერჯერობით მიგვაძლევს. რაც შეეხება სანქციებს, ხო? მოიტანს თუ არა ეს ინდივიდუალური სანქციები. ხო, ანუ ეს აქტი თვითონ მისი ბოლომდე იყვანა. მარტივად გეტყვით რა. პატრული ჯარიმები თავიდან იყო შედარებით მცირე, ხო, რა ვიცი 10 ლარი იყო, მე 20 ლარი იყო რაღაცაზე, უკვე თქვა რაზედაც 10 იყო, ეხლა 50 ლარია. 10 ლარი რო იყო პატრული ჯარიმას, რომ მივიღედი, იმაზე ვინერვიულობდი ხოლმე. 50 ლარი რო ეხლა პარკინგზე სიტყვაზე, ხანდახან რა ვქნა ეხლა, რომ დავჯარიმდები ხოლმე, რა ვიცი, ღამე არ მძინავს თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ნერვიულობ ხოლმე რა. ეხლა ცოტა უფრო მეტი თუა კიდე ის პატრული ჯარიმა, ხო. პატარა სოციუმია უკვე ვინც დასანქცია, ხო, ზოგიერთებს ახლა სახელ და გვარებზე აღარ გადავა, დანა კბილს არ უხსნის მერაბ უკვე. ისე განიცდიან და ნერვიულობ. მაგრამ ხო, ახლა მეორე სხვი გვაქვს, ასევე ეს არის სხვათა შორის ისეთი ტიპის აწუკვე არალეგიტიმური, მაგრამ ხელისუფლება, რომელმაც მასშტაბურად უკადრებელი იკადრა ქართველებს, ქართველებით აშინებენ, ხო? ანუ ამას ვინ აკეთებდა, ხა დამპყრობელი აკეთებდა ყოველთვის, რომ ქართველებმა დაეშინებინა და ქართველით, ხო? საზოგადოებას დახლეჩვას ცდილობენ სულ, იმიტომ რომ მე მათი წარმოდგენით ესე უფრო ადვილია, რომ იმანიპულირო და მართო. ახლა
ქართულს ქართველი თაშინებენ მასშტაბურად ამ ქვეყანაში ახლა ერთმანეთი კოლექტიური აზროვნებით, ხო იცი კოლექტიური აზროვნების სხერფლი რო ხდები ხანდახან ესე რო დააშინონ ერთმანეთი და ამ შიშის შედეგია მე რომ ჩვენ ლამის აცხადებენ რომ სანქციები გვიხარეო. უხარიათ კი რა დანაკლს არ უხსნის, კაცო, ვინც დასანქცირდა უკვე იმათ და რა თქმა უნდა, აქ ახლა მეგობარად ცოცა მიიღებენ და აი ეს სანქციები რო დაწესდება ის მართლა მასშტაბური ეს აღარ იქნება რა ვიცი როგორ ვიქხათ სკიპურტი და კბენა არ იქნება ეს ძალიან სერიოზული კივილი იქნება მათთვის ვის წინააღმდეგაც დაწესდება ეს სანქციები მაგრამ რა ვიცი ახლა ახიაო რო იტყვიან შეწყვიტონ დღესვე შეწყვიტონ და ეს სანქციები აღარ იქნება დიახ ჩემი პასუხია დიახ ეს სანქციები იქნება მტკივნეული კიდევ ერთხელ გეუბნებით ბოდიში მეორე და მაგრამ პატრონის ჯარი მაგაცო ის რა ქვია მტკივნეული რა რას მელაპარაკები კი ბატონო, ნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები და რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ამით მინდა დავასრულო. დღეს მაგალითად ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და რაღაც ერთ-ერთი მუქარანარევი განცხადება გააკეთა, რომ ამ ხალხს deep state-ის დაკვეთით უნდა რაღაც საზოგადოების გაყოფა 26 მაისზე საუბრობდა, იმიტომ რომ იცით რომ სალომე ზურაბიშვილი აორგანიზებს აქციას ამ დღეს და ღონისძიებებს ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა იქნება და რაღაც სალომე ზურაბიშვილის მისამართაც გააკეთა, რომ ფეხი არ დაუწდეს არსათო კაბატონ სალომეს ვაფრთხილებდო, რომ არაფერი ისეთი არ მოხდესო. რა როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება უკვე შიგნით, ბევრს აქვს რაღაც ხო ესეთი დამოკიდებულება, რომ უკვე თითქოს რაღაც მინაულდა პროტესტი, ასე რა უნდა მოხდეს რუსთაველზე სეინობით, რა შეიძლება გადაწყდეს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ უყურებთ პროტესტს? ნუ ფაქტი არის ერთი, რომ თუ საერთოდ რამე რეალურად ამ ეტაპისთვის მათ ადარდებთ და აწუხებთ და ტკივათ, ეს არის ეს სახალხო პროტესტი, იმიტომ რომ სახალხო პროტესტი აცლის მათ ლეგიტიმაციას და რისთვისაც ისინი ძალიან მონდომებით, გამალებით და დიდი რესურსით იბრძვიან არჩევნების შემდეგ, არის რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაცია მოიპოვენ, სწორედ იმიტომ, რომ მათთვის საფრთხეა იზოლაციაში მოქცევა. ვიდრე ეს დემონსტრაციები რაღაც ფორმით გრძელდება, მათ არ ემუქრებათ დასავლური აღიარება. ეს არის შემდგარი ფაქტი და აქამდეც, იმიტომ მოვიდა ეს რეჟიმი, მათ აქამდეც გაუყალბებიათ არჩევნები, მათ აქამდეც ჩაუდენიათ საშინელებები, მათ აქამდეც დაურბევიათ აქციები, მაგრამ ეს დღევანდელი მდგომარეობა არის ის გარდამტეხი მდგომარეობა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ სახალხო პროტესტი არის მასიური და სახალხო ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს ეს რეჟიმი, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები. რისი ჩატარებაც მათ ცხადია არ უნდათ. ამიტომ როგორც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი მინელდა, რა თქმა უნდა მინელდა, რიგი მიზეზების გამო და პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ ისე აწუხებთ ეს დემონსტრაციები, რომ მთელი რესურსი გადასროლილი აქვთ ამ დემონსტრანტების წინააღმდეგ. ან მათი განსაკუთრებული კონცენტრაცია ეხლა არის სწორედ წერტილოვნად იმ ადამიანების და იმ ორგანიზატორების თუ იმ დამფინანსებლების მიმართ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან, რომ ამ პროტესტმა ისულდგმულოს. ნახეს რა, რომ ძალადობამ, დაშინებამ, შეურაცხყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ფაქტია, რომ ვერ გამოიღო, მე არ ვიცი რა ძალა აქვს ამ ახალგაზრდობას ისეთი, რომ რაღაც წარმოუდგენელ წინააღმდეგობას აღუდგნენ წინ, მაგრამ ფაქტია, რომ ამან შედეგი ვერ გამოიღო. პროტესტები რაც უფრო ძლიერი იყო ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა, მით უფრო დიდი იყო შემდგომი პროტესტი. ამიტომ სხვა მეთოდებს მიმართეს და უკვე გადაწყვეტენ ფინანსურ ზეწოლას, რომელიც ძალიან რთულია და ვეთანხმებ პატას, რომ ეს არის სულ უფრო და უფრო კაბალურს ხდიან, იმისთვის, რომ სწორედ ეს მუხტი ჩაახშონ და დემონსტრაციის ანუ გაქრეს ის მოცემულობა, რომ ვიღაცა აპროტესტებს ამ რეჟიმს და მერე შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობა დაიყოლიონ იმაზე, რომ მოდით ახლა ჩვენთან შემოდით დიალოგში, იმიტომ რომ ჩაცხრა ეს პროტესტები. ამიტომ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხტი შენარჩუნდეს, რა რესურსიც ამოქს გააჩნია, რომ შენარჩუნდეს და დღეს გამარჯვებით ახლა ეს პროტესტი ის რომ ვიღაცას დააჯარიმებ არ ნიშნავს, რომ ის ახლა რეჟიმის მიმართ კეთილგანწყობილი გახდება ხვალ, ხო? ამის ხო, რა თქმა უნდა, თუმცა თითქოს ახლა ბევრი ზოგი ცემიეს, ზოგი დაიჭირეს. დააშინეს, ზოგი გააქციეს, ზოგი რასაკვირველია, ზოგი დღემდე პატიმრობაშია, ხო? ზოგს რა რაღაცა მოახერხეს, ასე ვთქვა. ამით მოახერხეს ის, რომ შეამცირეს ხალხის რაოდენობა და მათ მოახერხეს ის, რომ აი რაღაცნაირად რაღაც კონკრეტული რაოდენობა ადამიანების ფიზიკურად გაანეიტრალეს, იძულებით გაანეიტრალეს. რაც ვერ მოახერხეს მათ არის ის, რომ
ამ მუხტის თუნდაც რაღაც ცოტათი შემცირებით ის შედეგი დადგა, რისთვისაც ამას აკეთებდნენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება მოხდეს, მოყვეს ამ ყველაფერს, ხა რაღაც მოკლევადაში თუ თქვა არაფერი არ შეიცვალა. ის ნაკრები ვის თქვა საპროტესტოდ იყო განწყობილი დეკემბერში და იანვარში და ბევრი ხალხი გამოდიოდა. ნელ-ნელა შეეგუება უბრალოდ ამ ვითარებას მოხდა შეგუება ის რეჟიმის მიმართ რაც არის აქ ქვეყანაში. კატეგორიულად არა, იმიტომ რომ მე მიმაჩნია და არა მარტო მე, ეს არის რაღაც ზედაპირული დაკვირვების ისა, ბევრამეს ეყრდნობა წინააღმდეგობის მოძრაობა და წინააღმდეგობის კერები მხოლოდ იმატებს. ერთ გარკვეულ ლოკაციაზე არ ვიცი, ხალხის რიცხვი შეიძლება მცირდებოდეს, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც არსებობს საქართველოში, მას აქვს შედეგი და მას აქვს წარმატება. პირველი. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ სწორ მხარეს ვინც დგას, მათ შორის ეს პატარა სამი ადამიანი ახლა ამ სტუდიაში რო ვხედავთ, ჩვენის გათვალისწინებით, ჩვენ წარმოადგენთ უმრავლესობას, ანუ ვინც არის სწორ მხარეს და ვინც იცავს სიმართლეს, ვინც იცავს კონსტიტუციას და საკუთარ აწყოს და მომავალ სხვა შორის წარსულსაც, იმიტომ რომ წარსულის რაღაც გადაწერაც მცდელობებსაც აქვს ადგილი, ანუ ვინც იცავს წარსულს, აწყოს და მომავალს, ვართ უმრავლესობაში. ეს უმრავლესობა არათუ შემცირდა, არამედ ეს უმრავლესობა გაიზარდა. ხო? ანუ ჩვენ ხანდახან საუბარი გვაქვს ხოლმე იმაზე, რომ არის, არ ვიცი, პროცენტებად არ მინდა დავყო ამ შემთხვევაში, მე არა ვარ წინა საარჩევნო რეჟიმში, რომ დავყო რა რაღაც პროცენტებზე ვილაპარაკო, დაუშვათ იმ პროცენტზე, რომელსაც რაღაც უსიტყვოდ შეჯერა რაღაც შეთქმულების თეორიების. ხო, არის ეგეთი, რა თქმა უნდა. მაგრამ ის არ გაზრდილა, ის კიდე შემცირდა. ანუ ის მყარი უმრავლესობა, რომელიც აქვს, რომელიც წიაღში იშვა, ხო, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის პირველი, ეს არის პირველი შედეგი. თუ იმედი გაუქრა, მოხდება ხო, ნუ შეგუება რა გავა. ხო, მაგას ვამბობ. არა თუ იმედი არ იცვლება, ვერ იცვლება და არა, ახლა რაც იცვლება, ხო? პირველი რაც გითხარით, შეიცვალა, ასე ვთქვათ, უკეთესობისკენ ის, რომ უმრავლესობა, რომელიც არის სწორ მხარეს, კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ, ეს ყველაფერი, რაც ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, რომ კიდევ ამბობ, წინააღმდეგობის კერები გაიზარდა, რა ვიცი, გაიზარდა იმ დონეზე მასშტაბურად, რომ უკვე, რა ქვია, იმას ხუმრობით რო თქვა ივანიშვილი გადადგა თქო? არა, მაგრამ წინააღმდეგობის კერები მხოლოდ გაიზარდა. ის არ შემცირებულა. და ეხლა მე, რა ვიცი, აღარ შევალ იმის განხილვაში, რომ რუსთაველზე ან რომელიმე რაღაც პერპენდიკულარულ ქუჩაზე თუ კი ახლა ბევრი იდგა და ის აღარ ივსება, მეგონი ეს არ არის არსებითი და გადამწყვეტი. არსებითი და გადამწყვეტი არის. ის რომ წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს შედეგი. გამოიხატოს ეს შედეგი იქნება თუ ის რომ გაიზარდა რაოდენობა და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტულად რაღაცაში უნდა გამოიხატოს. ადამიანებმა ეს დაინახონ, არ ვიცი. რაღაცა რომ დათმო ხელისუფლება თუ რაღაცაზე უკან დაიხია ასეთ რამ არ ხდება პირიქით. უფრო და უფრო ამ კაცრებს კანონებს იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ არაფერი რაღაც ასეთი არ ჩანს ჰორიზონტზე. წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ ერთხელ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება. შედეგს ჯერ ესეთი იმას უკვე მოაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ აღარ გადავალ, იმიტომ რომ ცალსახაა დაწყებული იქიდან, რომ არალეგიტიმური ევთოდილის მიხედვით რომ დასკვნა დაიდო, რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება არ შეცვლა, არსად არ გაправებულა, გულისხმობ დემოკრატიულ სამყაროში და ასე შემდეგ, ვისაუბრეთ უკვე მეგობარ აქცე და ასე შემდეგ, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით უმრავლესობა, მყარი უმრავლესობა, რომელიც დგას სიმართლის მხარეს, მხოლოდ გაიზარდა და ამას მოაქვს შედეგი. შემდეგ რომელ ლოკაციაზე იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ვიცი, 9 მაისს იქნება, ხილული უნდა იყოს რა. ხილული აუცილებლად იქნება. ხილული აუცილებლად იქნება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხილული იქნება, რა ვიცი, ახლა უნდა დავინახოთ, თვითმფრინავი საწვავი ჩაასხეს, დაქოქეს, მესმის რაზედაც ვლაპარაკობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამგვარ ბრძოლას მოაქვს შედეგი. ამგვარ ბრძოლას შვიდობიან ამგვარი ტიპის ბრძოლას, როდესაც უმრავლესობა, რომელიც დგას ყარად სწორ მხარეს, ის კი არ მცირდება, არამედ იზრდება. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. პაატა გაფრინდაშვილი, ნინო კალანდაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა.